მოგესალმებით, მე გახლავართ ბადრი ჭელიძე, ეკომიგრანტთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ეკომიგრანტთა ინტერესთა დაცვის კოორდინატორი გახლავართ, მუშაობთ დიდი ხანია ამ თემაზე, ცხოვრობთ ჯავახეთში უკვე მე-15 წელია და დღეს ის პროექტი, რომელიც დღეს ხორციელდება, ეს არის დემოგრაფიული მიმართულებით, რომელიც აღორძინებს საზღვრისპირა სოფლებს, საზღვრისპირა რეგიონს, რომელიც ფაქტიურად დაცლილია და ჩვენ ვცდილობთ, რომ თუ მოგვეცემა სტიმული და ეს პროგრამები იქნება სრულყოფაში, ჩვენ შეგვიძლია რომ სამება თავიდან ბოლომდე აღვადგინოთ. ამას სჭირდება რა თქმა უნდა კომპლექსური მიდგომა, საჭიროა როგორც განათლების სისტემის, სოფლის მეურნეობის, ყველა სტრუქტურის ჩართვა ერთობლივად, რომ შევქმნათ ის ბაზა, რომ ამ ხალხმა უკან არ წავიდეს, იმიტომ რომ ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს, რომ დაახლოებით 2007-8-დან დღემდე 165 კომლამდე დატოვა ჯავახეთის საზღვრისპირა რეგიონიდან და ამიტომ რომ არ განმეორდეს იგივე პროცესი, ეს უნდა იყოს მართული. თავარი თემა არის ეკომიგრანტთა მართვის სწორი პროცესი, რადგან აქ ჩამოსული მოსახლეობა მიგრძნობს, რომ ის ქართველია და მშობლიურ მიწაზე ცხოვრობს და სარგებლობს იმით, რაც ყველა ნორმალური მოქალაქე. მე ვარ ზია საგინაძე, ხულოს რაიონის მცხოვრები. თავის დროზე ჩამოსახლებისას ბევრი წვლილი მაქვს შეტანილი და დღეს კიდევ ეს ახალი პროექტი რომ გავიგე, მორალური უფლებაც არ მქონდა რომ არ ჩამოსულიყავი. თუმცა უკუ მიგრაციასაც აქვს ადგილი ბატონ ბადრიმ რაც ბძანა ბატონ ბადრიმ უკუ მიგრაციას რაღაც გარკვეული პრობლემები აქვს და მე მგონი ეს პროექტი დაეხმარება ამათ მიწების მიღებაში, გაფორმებაში, ხო და უკუ მიგრაციასაც არ ექნება ესეთი არ დაურჩება ადგილი. ძალიან კარგია, მისასალმებელი პროექტია, ეს წამოწყება ძალიან კარგია, რომ არა ბატონი ლევანი ალბათ არავინ არ იყო მომკითხავი ამ სოფლებისა და ამ რაიონებისა. არის აჭარაში საამისო რესურსი, რომ კიდე ჩამოსახლდეს ხალხი და დასახლდეს და სამუდამოდ მიიღოს საცხოვრებელი ადგილი. მე გახლავართ ავთანდილ ნაკაიძე, წლების განმავლობაში ცხოვრობ ახლა, ბიოლოგიის მასწავლებელი ვარ. ეს პროექტი რა თქმა უნდა ძალიან დაგვეხმარება მაცხოვრებელ ქართველ მოსახლეობას, იმიტომ რომ რატახან ხელის შეწყობა არ მიმდინარეობს წლების განმავლობაში აქ მაცხოვრებელ ქართველ მოსახლეობაზე, რა თქმა უნდა ხდება უკუ მიგრაცია და გააჩერებს აქ ადგილობრივზე მაცხოვრებელ ქართველ მოსახლეობას, ასევე სკოლებს, რაც შეეხება სკოლებში ბავშვები აღარჩება და მოწყვლადი ჯგუფად მოწყვლად ჯგუფად გადავიქეცით და ამ პროექტის ალბათ აუცილებლად გვექნება შესაძლებლობა იმისა, რომ მომრავლდეთ აქ მაცხოვრებელი ქართველი მოსახლეობა და ჩვენ კუთხეს, ჩვენ მხარეს, საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ ლამაზ მხარეს ვუპატრონოთ. ჩვენ აქ ცხოვრობთ 90 წლიდან.
ძალიან ბევრი ჩამოვედით ქართველები 73 ოჯახი იყო, მაგრამ დღესდღეობით 10 ოჯახი დარჩა, 10 სომეხია. 20 ოჯახი ცხოვრობს. არაფერი არ არის აქ, არც ეკლესია, არც არაფერი. ძალიან გვინდა რომ ერთი პატარა სალოცავი და პატარა ეკლესია გქონდეს რომ მივიდეთ და ერთი სანთელი ავანთოთ და ვილოცოთ. 20 წლის წინ იყო მამაო ჩამოსული, მან თანხმობა მოგცა, რომ დაგეხმარებითო და გავაკეთებთო, მაგრამ ეს არ გაკეთდა. ადგილი გვიკურთხა. და ახლა იმ ნაკურთხ ადგილზე მივდივართ, სანთელს ვანთებთ და ვლოცულობთ და ისე არა გვაქვს და ძალიან მოხარულები და გახარებულები ვიქნებით თუ პატარა სალოცავი გვექნება და მივართ და სამების სახელობის ეკლესია და მივართ და ვილოცებთ ჩვენ საქართველოზე და ჩვენ ქართულ ხალხზე. ორი წელს გამოვთხოვდი აქეთ. აგერ ხედავთ შედეგს. 4 შვილის დედა ვარ. რა ვიცი, ყველაფერი ნელ-ნელა. კი, რაღაცები გვიჭირს, მაგრამ ძალიან კარგია. შევსაკ ცხოვრება, აგერ გზა გაგვიკეთეს. და კიდე გვახარებთ და გვახარებთ რა, იმედია რომ ავშენდებით და რაღაცა ჩვენც გვექნება და ჩვენ შვილებით მომავალთაც რაღაცა წარმატებული მომავალი ექნებათ. აი ეს ვის მოგხატი? ანუ კოსტავას ფონდები არის, ეს ჩემი მეუღლე აქ ძალიან დიდი ხანია ცხოვრობს ბავშვობიდან და ასე წვალებით რაღაცას გააკეთა და დღემდე ვაკეთებ. კოსტავას ფონდმა და მე თქვენ ხელი შეაუწყოთ. კი, რა თქმა უნდა. დახმარება სხვა იყო რაიმე ისეთი რომ აი დასახლებაში დახმარებოდი. არა, დასახლებაში არ დახმარებიან, მაგრამ ღმერთის წყალობით ჭერი გვაქვს და ცხოვრობთ. გაიხარეთ. ჩვენ ხელი გვაქვს, ფეხი გვაქვს, უნდა გავანძრიოთ, რომ რაღაცა გავაკეთოთ, თორე ისევე რომ ფონდავასკოთ, უყუროთ, რომ რაღაცა დაგვეხმაროს, არა. მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში, სადაც აგერ ხედავთ ნანგრევებს, რომელიც არის განადგურებული და გაპარტახებული სხვადასხვა ხალხის მიერ, რომელსაც ყურადღება არ ექცევა და ეს ადგილები ეკუთვნის კოსტავას საადგილმამულო საკარმიდამო ფონდს, რომელსაც არ გააჩნია სახსრები იმისა, რომ თვითონ აღადგინოს საკუთარი სახსრებით. ამიტომ მე კოსტავას ფონდით ასევე მეც დიდ მხარს ვუჭერთ დემოგრაფიულ გაჯასახების პროექტს. ამ ორგანიზაციას იმისთვის, რომ გვაძლევს იმედს იმისა და პერსპექტივას, რომ აქ აღვადგინოთ ეს სახლები და ჩამოვიყვანოთ და ჩამოვასახლოთ ხალხი, რაც ხელშეუწყობს ამ სოფლის გაძლიერებას და გაჯანსაღებას და უფრო დიდ პრივილეგიას. ეს არის ოპტიმიზაცია იმისა, რომ ხალხი მოვიდეს, იცხოვროს და ამით სხვა ხალხს მიცეს მაგალითი იმისა, რომ გაუჩნდეთ სურვილი, რომ აქ იცხოვრონ და იარსებონ. ჩვენ ვიმყოფებით ახლა სოფელ სამებაში, ეს არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი პირდაპირ სომხეთის საზღვარზე. აი ნახეთ ალბათ, ესე იგი დაცარიელებულია სოფელი, დანგრეული არის სახლები, არის მერაბ კოსტავას საზოგადოების საკარმიდამო ნაკვეთები და რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს აქ.
ჩვენი გათვლებით, რაც ჩვენ შევადგინეთ, ეს არის დემოგრაფიული უსაფრთხოებისა და ეროვნული მდგრადობის სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია, რომ საზღვრისპირა დაცარიელებული სოფლები იქნეს აღდგენილი. ჩვენ აქ სპეციალურად ჩამოვედით, აღწერას ვაკეთებთ ამ საკარმიდამოების მდგომარეობისას და ასევე იმ მობილიზებას უკეთებთ იმ ადამიანებს, ეკომიგრანტებს, ასევე რეპატრიანტებს, რომლებიც აქ უნდა ჩასახლდნენ. ეს ძალიან დიდი ეროვნული საქმეა, ამიტომ ამაში ყველა არის ჩართული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო თავის წვლილს ამაში შეიტანს. აი ეს დაანგრეული სახლების ნაცვლად ახალი სახლები, სულ ჩადგმული სახლები უნდა ჩაიდგას, სადაც თითოეულ მოსახლეს მიწა ექნება, უზარმაზარი რაოდენობა მიწის არის გამოუყენებელი, ეკონომიკის ბრუნვაში არ არის მოქცეული და ეს სამების აღორძინებით და სულის ჩადგმით რო იტყვიან ამ პროცესს საწინდარს მიცემ. ეს არის საპილოტო პროექტი და გავრცელდება სხვა ადგილებშიც.